სოფლის დახმარების მასშტაბური პროგრამა, რომელიც უკვე ერთი კვირაა დაიწყო, უკვე პრობლემას აწყდება. იაფი აგროსესხების გასაცემად მთავრობა საკრედიტო განაკვეთსაც აფინანსებს და ბანკსაც აზღვევს ფულის არ დაბრუნებისგან, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ სესხის აღება მაინც თითქმის შეუძლებელია, იმდენად ართულებენ ბანკების საჭირო პროცედურებს. ესია ჩვენი ცხოვრება, წვალება, წამება და მერე არაფერი. 2012 წლის შემოდგომა სოფელ მუხათის მცხოვრებთათვის ზარალიანი გამოდგა. სოფელში ძირითადად თავს მეფრინველეობით ირჩენენ. გასული წლის სექტემბერში საქართველოში გავრცელებული ჭირის გამო კი ფრინველი ყველა ოჯახს დაეხოცა. აი ახლა შარშან რამდენი ზარალი ვნახეთ, სამოდენო ტიტულები ხოცა. მე 7853 თქვენი რა 2000 ჩვენი იყო. გოგიტას დაეხოცა. ჩერფილ დაეხოცა 15000 ტიტულად დაეხოცა. მაგის გულისთვის სახლი გავხსნა. დაზარალებულ გლეხებს შორის მანანა ადუაშვილიც აღმოჩნდა, რომელსაც გასულ წელს ქათმის ჭირმა 25000 ფრინველი დაუხოცა და 10 წლის მანძილზე წვალებით აწყობილი საქმე წყალში ჩაეყარა. მანანა ფრინველის რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას ისევ ბიზნესში აბანდებდა და ფერმას აფართოვებდა. წელს კი საკუთარი ინკუბატორისა და სასაკლაოს გაკეთებასაც აპირებდა. დავიწყე 500 ფრთით. ავედი 25000 ფრთაზე. რაღაცა სახსრებით დახმარებით ამით იმით მივახციე ამდენს. 2012 წელში გაჩნდა ჭირი. და დამეხოცა 25000 ფრინველი. რის გამოც დამრჩა ეს ამდენი ის გასაკეთებელი და დღეს დავრჩი ისე რომ არანაირი სახსრები არ მაქვს რომ გავაკეთო და მივყო ჩემს საქმიანობას ხელი. მანნას ერთადერთი იმედი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი იყო. ბიზნეს გეგმა შეადგინა და კრედიტის ასაღებად VTB ბანკს მიმართა. აქ ნაჩვენებია 5000 წიწილაზე, 5000 წიწილის ფასი მითითებულია მთლიანობაში რა ჯდება 5000 წიწილა, მისი კვება პირველი დღიდან არის აცრები, გათბობა, სინათლე და ყველა წვრილმანი, რაც საჭიროა. რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ ფერმერმა ბანკისგან კრედიტის გაცემაზე უარი მიიღო. ბანკისგან ვითხოვდით 63000 ლარს, რითიც ოღონდ ეტაპობრივად, არაერთიანად, იმიტომ რომ ეს თანხა ერთიანად არ გვჭირდებოდა, რითიც გამოვიყვანდი წიწილს, დავამთავრებდი შენობებს და შემდეგ ბოლოს შემოვიტანდი ინკუბატორს. რო კითხვა დავსვი ბანკთან თუ რატომ მეუბნები თუ არს, ასეთი პასუხი გამცეს. იმიტომ რომ ბიზნესთან ჰქონდათ პრობლემები. რას ნიშნავს დაგეხოცათ ქათამი და ქათამი არ დამეხოცა უვიცობით და არ დამეხოცა მოულველობით, დამეხოცა ჭირის გამო. მანნა გაჩერებას არ აპირებს და ბიზნეს გეგმის წარდგენა სხვა ბანკებშიც გეგმავს. ამბობს, რომ ფრინველის რეალიზაცია არ უჭირს და მუდმივი კლიენტები დღესაც ურეკავენ. თუ ბანკიდან კრედიტის აღება შეძლო, მის დაფარვას მაქსიმუმ 2 წელში გეგმავს. მომავალში კი ფორს-მაჟორული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად ბიზნესის დაზღვევას აპირებს. ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე შემოგვიერთდება ამ თემაზე საუბარში, თუმცა მოდით მანამდე ბანკების პოზიცია მოვისმინოთ, ისინი მიიჩნევენ, რომ პროგრამა დიდი წარმატებით მიმდინარეობს. განაცხადები ყველანაირ თანხაზე გვაქვს, როგორც მაქსიმუმი, ასე ქვედა ლიმიტის ფარგლებში თანხებზე. ანუ როგორც წეგან აღნიშნე, ძალიან ფართო ინტერესია, ანუ ნებისმიერი კატეგორიის, ნებისმიერი სიდიდის ფერმერი ინტერესდება ამ პროექტით. და ანუ ყველანაირ თანხაზე მოდის განაცხადი ჩვენ. კონკრეტულად ეს ფურცელზე ჩამოყალიბებული გეგმის წარმოდგენას არ ვითხოვთ, თავარია თვითონ ფერმერს კონდეს იდეა კარგად ჩამოყალიბებული, რისი გაკეთება უნდა და მოაზრებული კონდეს, რას მოიტანს ეს პროექტი, ეს გეგმა მისთვის. ეს სესხები არ გადის სტანდარტული პროცედურებით. შესაბამისად, გირაოს მოთხოვნები უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შემცირებული. ვინაიდან სამინისტროს მხრიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ამ პროექტის ფარგლებში მეორე კომპონენტში მოხდება გირაოს ნაწილის 33%-ის სახით დადებოზიტება ჩვენ ანგარიშზე. ანუ პრაქტიკულად სამინისტრო გამოდის ესე იგი სამინისტრო გამოდის უზრუნველყოფის სახით 23%-ს სესხს უზრუნველყოფს თავისი სახსრებით. საპროცენტო განაკვეთი, როგორც ყოველთვის ცნობილი არის ფიქსირებული, და ის მერყევს 1%-დან და მაქსიმალური პროცენტი არის 8, რაც შეეხება თქო გაცემის საკომისიოს ნაწილს, ისიც იდენტურად არის ფიქსირებული და 0.2%-ით არის განსაზღვრული ყველა ამ პროდუქტზე. უზრუნველყოფის ნაწილთან დაკავშირებით იყო ხშირად დასმული კითხვა, რომ თქო რეგიონებში მიწის ნაკვეთების შეფასებას ბანკით როგორ მიუდგება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბანკი მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეფასების ნაწილი იქნეს უფრო ბევრად მოქნილი.
და ახლა ნინო ზამბახიძესაც მოვუსმინოთ, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც აერთიანებს თქვენ შემისწორეთ უცდების 700 ფერმას და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ასოციაცია, რომელიც თქვა პრობლემატიკას გაუკეთებს, თქვა კოორდინაციას. რა არის ის პრობლემები, რომელსაც თავი იჩინა თქვენ ფერმერთა შორის, ან იქნებ თქვენი პირადი გამოცდილება როგორია ამ პროგრამასთან მიმართებით? მოგესალმებით, აკაკი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ათეულობით წლები არის უკვე სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდის და ფერმერები ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდნენ. ძალიან კარგი წამოწყება იყო ხელისუფლების მხრიდან აგროსესხებთან დაკავშირებით. ცნობილი ალბათ თქვენთვის და განსაკუთრებით ფერმერებისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ არის სამი კომპონენტი. პირველი არის 5000 ლარიანი, მეორე არის რაც უპროცენტო განვადებას გულისხმობს, მეორე არის 5000 ლარიდან 100000 ლარამდე, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფაში უდგება ფერმერს და მესამე კომპონენტი არის უკვე 300.000-დან მილიონ ლარამდე. რამდენმა თქვენმა წევრმა აიღო, თქვა აი დაახლოებით 10 დღე გავიდა. ამ ეტაპზე ვერც ერთმა და მიზეზი რა არის ძირითად შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ არ არის ჯერ კიდევ კარგად ჩამოყალიბებული მოთხოვნები თვითონ შიდა ბანკში რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი. მე ვფიქრობ და ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომ არ შეიძლება ბანკი მიუდგეს ჩვეულებრივ ფერმერს, მცირე მეწარმეს, ისევე როგორც შეიძლება ეს იყოს განხილული სხვა ბიზნესის ჭრილში. თუმცა მოვისმენთ აი ბანკის შეფასება და ეს მათ თქვენს რომ არ უდგებიან ისინი ფერმერებს და ამ პროგრამაში მონაწილეებს როგორც ჩვეულებრივ ტიპიურ კლიენტს, მით უმეტეს რომ აი შუა სეგმენტში რომელზეც ყველაზე მეტი თქვათ მოთხოვნა სესხის მოცულობიდან გამომდინარე 33%-ს უზრუნველყოფის, ანუ იპოთეკის თუ გირაოსი ნაღდი ფულით ადეპოზიტებს, ანუ დებს გარანტიად ანგარიშზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამაზეც მინდა მოგახსენოთ ერთი რამ, მე დარწმუნებული არ ვარ და შეიძლება ესეც არის, რომ ბანკებში ეს ინფორმაცია იცვლება. რას გულისხმობ ახლა აი ამ მიმართულებით? ჩვენთვის როგორც ცნობილი არის და როგორც ცნობილი გახდა ბოლო დროს ბანკებს შორის არის კონკურენცია. ბანკები აპირებენ, რომ მიიღონ მონაწილეობა ყველა კომპონენტში. არ იქნა გაჟღერებული რამდენ წლიანია ზოგადად ეს პროექტი. ეს არის ერთწლიანი და ფერმერმა სწრაფად უნდა შეიტანოს განაცხადი, რომ მოხდეს ამ პროექტში, თუ ეს არის ორწლიანი და უფრო გრძელვადაში გაწერილი პროექტი. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მე ძალიან მაფიქრებს, არის ის, რომ თუ კონკურენცია მიმდინარეობს და ბანკთა შორის ინფორმაციის გაცვლა ალბათ არსებობს და ერთ და იგივე რეგიონში შეაქვს განაცხადი 2-3 ფერმერს, იმის გამო რომ არ არსებობს ქვეყანაში ბაზრის კვლევა და ჩვენ არ აქვს ინფორმაცია რა არის შიდა წილი, ამა თუ იმ კომპონენტის ექსპორტის წილი, შიდა მოხმარება, ზოგადად რა პროდუქციის წარმოების საშუალება გვაქვს და რისი მოხმარების საშუალება გვაქვს. ჩვენ არ არსებობს ესეთი ბაზრის კვლევა. ამ შემთხვევაში როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ ბანკები? აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. და თქვენ გაქვთ ამ ასოციაციას ესეთი კვლევა, თქვენ სხვა გჭირდებათ, ბანკებს რო თავი გავანებოთ. ალბათ თუ კარგად ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, ეს არ არის განახლებადი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის. აი ჩვენ ახლა ვნახეთ ერთი სიუჟეტი, ქათმის წარმოება. დიახ. და მეხორცეული ჯიშების. არის თუ არა პერსპექტიული? რა თქმა უნდა არის პერსპექტიული, მე ვიცნობ ქალბატონ მანანას და ვიცი მისი პრობლემების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბანკი როცა პასუხს სცემს მას კონკრეტულ მაგალითზე, რომ ეს არის მაღალი რისკის, ვეთანხმები, რომ ეს არის მაღალი რისკის. ეს არის სოფლის მეურნეობა. ისევე მაღალი რისკის მქონე არის, როგორც სესხს რომ ადამიანი იღებს ბანკში, აქვს გარკვეული პროცენტი, რომ გარდაიცვალოს, ხო? ამაზე ვთანხმდებით. მაშინ უნდა ჩაერთოს სადაზღვეო მექანიზმი, რომელიც ამ რისკებს ასე თუ ისე შეამცირებს. დამატებით იმისგან, რასაც თქვა სახელმწიფო, თქვა აძლევს. რა თქმა უნდა. სახელმწიფო მე კარგად მინდა გავამახვილო ყურადღება. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის კარგი ინიციატივა, თუმცა სახელმწიფო არ შედის თავი ფულის რისკში. ეს არის შედის სუბსიდიის, პროცენტის სუბსიდირებას აკეთებს. ესე იგი ისევ ბანკებს უწევთ თავიანთი ძირითადი თანხის გადინება და ცდილობენ, რომ ეს იყოს ძალიან თქვა დაცული მათთვის, რომ არ მოხდეს
თანხების ამოუღებელობა, რასაც ერთი მხრივ ჩვენ გახსოვს რომ თქვათ, როდესაც სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობდით ჩვენს წინა გადაცემებში, ყველა ფერმერი ამბობდა რომ ბანკი რისკებს გაცილებით მაღლა აფასებდა, ვიდრე ეს რეალურად იყო, იმის გამო რომ თქვათ სოფლის მეურნეობა მათთვის ერთგვარად თეთრი ხვრელი იყო და არ იცოდნენ თქვათ როგორ უნდა გადაეფასებინათ ეს რისკები და უფრო მეტს ითხოვდნენ თქვათ იგივე გირავნობაში, უფრო მეტ იპოთეკით ტვირთავდნენ არა მარტო თქვათ იმ მიწას, არამედ ბინას თბილისში და ასე შემდეგ და ეხლა როდესაც 66% ისევ რჩება ბანკის რისკი ასე ვთქვათ, ანუ ბანკმა თავისი ფული უნდა გარისკოს. ხომ არ შექმნის ეს იმ სიტუაციას, რომ ბანკები ისევ ძალიან ფრთხილები იქნებიან აგროკრედიტების მიმართ. გეთანხმებით, იმიტომ რომ შევთანხმდეთ ერთ ფაქტზე, რომ რესურსები იგივე განათლების კუთხით რამოდენიმე წელი არის ვთქვათ არ განახლებულა, ხომ? არა გვაქვს არანაირი ინფორმაცია. იგივე იქნება მიდგომა ბანკი შეიძლება ეხლა უფრო მკაცრი იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაკადი მივა ბანკთან. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ფერმერს ეს იქნებოდა თვითმყოფადი ოჯახი, თუ ეს იქნებოდა წვრილი და საშუალო მემამულე ფერმერი, ასე ვთქვათ, არ ექნებოდა საშუალება რომ გადაიხადა 36%, იმიტომ რომ ვთქვათ უზრუნველყოფას ვერ ახდენდა, თუ ექნება ახლა საშუალება რომ აიღოს 3 ან 8%-იანი სესხი, მაგრამ იმ უზრუნველყოფას ისევ ვერ შეძლებს რომ ბანკს ჩაუდოს იპოთეკაში. მე საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ჩემ პირად მაგალითებზე ლაპარაკი, თუმცა ჩემ შემთხვევაშიც არის ესეთი მომენტი, როცა მე მაქვს ვთქვათ 5 გექტარი ვაშლის ბაღი გაშენებული, გექტრის გაშენება ჟდება 40-დან 45,000 ლარამდე და იყო არ მინდა კონკრეტულად ბანკებზე ვისაუბრო და რომელიმე ბანკი დავასახელო, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ ეს ჩაიდებოდა იმ შემთხვევაში ბანკის უზრუნველყოფაში, თუ ბანკის მიწის ნომინალური ღირებულება 650 ლარი იქნებოდა. ანუ ხო ხტებით რაზე გვაქვს საუბარი? ჩვენ ისე 80 ჯერ ნაკლები თითქმის. უდგებით ძალიან კრიტიკულად და ჩვენ თუ დავიწყებთ იმის განსაზღვრას, რა აქტივების მქონე არის დღეს ფერმერი, მაშინ პროგრამა არ იმუშავებს, თუმცა კი მე მიმაჩნია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ აქ ჩაერთვება და შეიძლება 1-2%-ით მოიმატოს თქვათ ესე ვთქვათ, გადასახდელმა პროცენტმა თუ ჩაერთვება სადაზღვევო მექანიზმი, რაც უფრო გაუიოლებს სახელმწიფოსაც, ბანკსაც და ფერმერსაც სესხის აღებას. კეთილი, დიდი მადლობა, თუმცა დავძინო სადაზღვევოებიც კრიტიკული თვალით უყურებენ აგროსფეროს და შეიძლება 1-2% კი არა მაცლებით მეტი იყოს ზრდა თუ კი ჩაერთვებიან. ჰიდროინჟინერი იოსებ ნარჩემაშვილი იაფსესხს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ფერმერი არ არის, თუმცა სწორედ აგროსფეროსთვის მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება აქვს. აღმართში წყლის ასაკაჩი მოწყობილობა, რომელსაც ენერგიის წყარო არ ჭირდება. ამ იდეაზე კაცობრიობა საუკუნეებია უშედეგოდ მუშაობს, ჩვენთან კი უკვე არის და სულ 2000 ლარამდე ჭდება. ეს არის ჰიდრავლიკურ დარტყმაზე მომუშავე წყლის ასაკაჩი ტუმბო. ამდანადგარ შეუძლია აწიოს წყალი ყოველგვარი საწვავის გარეშე, საწვავს საფოხის ელექტროენერგიის გარეშე შეუძლია იმუშაოს, როგორც ახლა მუშაობს. იმისათვის რომ დანადგარმა სრულყოფილად იმუშაოს, ამისათვის საჭირო აუცილებელია შეიქმნას დონეთა სხვაობა, ანუ დაწნევა. ყოველი მეტროს სიმაღლეს დონეთა სხვაობას დანადგარსა და წყლის სიმაღლეს შორის, რაც არის ახლა ამ მილით მიცემული, შეუძლია აწიოს ყოველმა მეტრმა 20-25 მეტრის სიმაღლის ზემოთ. ვერტიკალურად ზევით გეომეტრიული სიმაღლე. მოხმარებაში არის უმარტივესი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს ნებისმიერი ადამიანი. ამას არ ჭირდება არავითარი ძლიერი სპეციალისტი, არც საშიშია, ეკოლოგიურად უსუფთავესია, იმიტომ რომ საწვავსაფეხ მასალებს არ მოიხმარს, თევზისთვის და ფლორისთვის არ ანადგურებს არაფერს, არ სპობს არაფერს, ეს არის არაჩვეულებრივი დანადგარი. მორწყვისათვისაც, სათევზე მეურნეობაშიც გამოიყენება, რა თქმა უნდა, სათევზე მეურნეობაში, მშენებლობაში, წარმოებაში, ირიგაციის საკითხებში და მილიონ სხვადასხვა საკითხებში, სადაც წყალია საჭირო. სადაც არ არის თქვა საშუალება მივიყვანოთ ელექტროენერგია, ან ვწვავთ იმდენი დიზელი რამდენი ხარსაც ვერ აუდის მე გლეხობა და მომხმარებელი, ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ 100 მილიმეტრიანი მკვებავი მილით და 200-იანით, 300-იანით, 400-იანი და 500-იანი.
მინიმალური 100-იანი შეიძლება 160 ტონა წყალი ავქაჩოთ დღეღამეში და 600 ტონამდე 6000 ტონამდე წყალი შეიძლება 500-იანით აიქაჩოს. 100 მმ-იანი მკვებავი მილზე აი ეს დანადგარი ჯდება 1800 ლარი. 200-იანი 200 მმ-იანი მკვებავი მილი სადღაც 2500 ლარი შეიძლება ცოტა მეტი და 300-იანი მკვებავი მილით ჯდება 3500-3800 ლარი. აი ეს არის მაგისი ღირებულება. 20 წელიწადი სანამ არ დაიჟანგება და არ გამოვა წყალი გვერდანებიდან, მანამდე იმუშავებს. მედია იოსებ ნარჩემაშვილს გამოეხმაურებიან ისევე როგორც კვერცხის მწარმოებლებს, რომელთა პრობლემებზეც წინა გადაცემაში გიყვებოდით. მათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაუკავშირდა და პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. შეგახსენებთ, პრობლემას უხარისხო იაფი იმპორტი და მაღალი გადასახადები ქმნის, რამაც ინდუსტრია დახურვის პირას მიიყვანა. გაშუქებების შედეგად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელთან ერთადაც ჩვენც აქტიურად თანამშრომლობთ. ხდება ყველანაირი ღონის მიღება იმისთვის, რომ ჩვენ და ასე ვთქვათ, მეზობელი რეგიონის ქვეყნები თანაბარ კონკურენტულ უნარიან პირობებში ვიყოთ, რაც ასევე გამოიღებს, რა თქმა უნდა, შედეგს, იმიტომ შესაბამისი დადგენილება სოფლის მეურნეობამ უკვე მოამზადა და მზად არის. მუშაობთ ვტოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იურისტებთან, რომ ანალოგიური დაბეგვრის რეჟიმი შემოვიღოთ ჩვენც, რა დაბეგვის რეჟიმიც აქვს ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტურად მომხმარებელი არც კითხულობდა, კვერცხი ქართული იყო თუ იმპორტული, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად გქონდა ეს ბაზარი გადაფარული და არანაირი იმპორტული კვერცხი არ შემოდიოდა და აი თქვენს მიერ გაშუქების შემდეგ ხალხმა უკვე დაიწყო კონკრეტულად ქართული კვერცხის მოთხოვნა. შევა თუ არა ქართული კვერცხი რუსეთში, ხილთან და ბოსნიელთან ერთად ამის გასარკვევად მოსკოვში სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა. რუსული მხარე აცხადებს, რომ შევა, მაგრამ როდის არ იცის, რადგან უამრავი ხელშეკრულების დადება და პროცედურის შემუშავება იქნება საჭირო. ქართული მხარე კი მაინც ოპტიმისტურ განწყობაზეა, რატომ რეკლამის შემდეგ შეიტყობთ. აგრეთვე შეიტყობთ, რას ფიქრობს თავად მწარმოებელი ფერმერები რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ. როგორია მათი განწყობა? სულ არ გვაინტერესებს პოლიტიკა ან ვინ არის მთავრობაში, ჩვენ გვაინტერესებს კარგ ფასად გაიყიდოს ჩვენი ვაშლი და მსხალი, ამბობენ ისინი. დაგველოდეთ.